ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების სახელმწიფო მონაპოვარს პრემიერ-მინისტრი ტექნიკურ საკითხს უწოდებს. ირაკლი კობახიძე საქართველოს ევროპელ პარტნიორებს კვლავ ბიუროკრატიებად მოიხსენიებს და ქართველი ხალხის შანტაჟში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ ბრიუსელი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ბერკეტად იყენებს საქართველოში ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გასახსნელად და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად. ეს არის ტექნიკური საკითხი. შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით. ხარ არის ეგზისტენციური საკითხები. ეს არის მაგალითად მშვიდობა, სტაბილურობა, პირველი საკითხი, ხო? ეს კანონი, პირველი გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, ფარას კანონი, სამივე კანონი არის მიმართული სტაბილურობის დაცვისკენ. სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში, გინდა უვიზოცადი მე სხვა ქვეყანაში და გინდა ვიზით, ხო? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს კანონები არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის დაცვისკენ. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალური ომის პარტია სულ კოორდინაციაში ხავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა. Როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ ქართველი ხალხის ხელით ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად არ გამოადგება. ეგრეთ წოდებული Deep State ირაკლი კობახიძემ ბევრჯერ ახსნა, თუმცა არა მხოლოდ საქართველოს ევროპელ პარტნიორებზე საუბრისას. პრემიერ-მინისტრმა განიხილა თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებიც. მან კვლავ გამოთქვა მზაობა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ წუხს საქართველოსთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმოქმედობით. სამართლიანობისთვის ის უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუგეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს Deep State, წინააღმდეგ შემთხვევაში Deep State, იგივე გლობალური ომის პარტია დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც. საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების მხრივ უვიზოთ ევროპაში გადაადგილება პრიორიტეტთა სიაში არც ირაკლი კობახიძის თანაგუნდელებისთვის არის. ირაკლი ზარქუამ საქართველოს მეგობარი სახელმწიფო უკრაინაც ახსენა. რაც არ უნდა გვაშანტაჟოთ ვიზა ლიბერალიზაციის წართმევით, არ წართმევით, ჩვენთვის არ არის ნომერ პირველი ამოცანა. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ აქ იყოს მშვიდობა და საქართველოში ომი არ იყოს, რომ საქართველო ომში არ ჩაერთოს. აგერ აქ უკრაინას. უკრაინას აქ აგერ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. უკრაინას აქვს აგერ თავისუფალი ვაჭრობა. უკრაინას აქვს აგერ მოლაპარაკე კანდიდატის სტატუსი აქვს, მაგრამ არ ყავს მილიონობით ახალგაზრდა. ტერიტორიები არ ყავს. არ აქვს. დედა ეტირა. აი ეს გინდათ ხო საქართველოსთვის. და იგივე სამზადებ ჩვენი ქვეყნისთვის. აი ამ უსამშობლოებსაც დედას უტირებთ, ვინც შემორჩა. და ყველა ვინც საკუთარი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ ნაბის გადადგამს, ყველას დედას გიტირებთ. აი ეს დაიმახსოვრეთ რა. საკუთარი არგუმენტი კი გურამ მაჭარაშვილმა ასე ახსნა. ვიზა ლიბერალიზაცია საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ქვეყანა თუ არ გექნება და საქართველოში ტრადიციები არ იქნება და კაცები დაქორწინდებიან ოფიციალურად და არასრულწლოვან ბავშვებს სქესს გადაუკეთებენ და აქ მეორე ფრონტი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ვიზა ლიბერალიზაციაც გვერდზე დარჩება და მთლიანად მთელი საქართველო. ეს ძალიან კარგად ესმის ქართველ ადამიანს. ეს არის მოცემულობა და ამიტომ არ გაუვათ ასეთი შანტაჟი. თუკი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უვიზოდ გადაადგილება შეიზღუდება, საქართველოს მოქალაქეები 2017 წლამდე არსებულ რეალობას დაუბრუნდებიან. ეს კი ნიშნავს ვიზის ლოდინს, მათ შორის სტუდენტებისთვის, სამედიცინო სერვისების მიღებისა და ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების მონახულების მსურველთათვის. 18 ივლისის ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ასეთი მაგალითები არის თითიდან გამოწვეული სპეკულაცია. მისი ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთი პრივილეგიის წართმევა მათ ცხოვრებაზე პირდაპირ თუ ირიბად ზეგავლენას იქონიებს. შემიძლია 3 დღის წინანდელი მაგალითი მოვიყვანო ოზურგეთიდან ახალგაზრდა ქალბატონი ძალიან მძიმე დიაგნოზით. პანკრეასის კიბოთი, გაემგზავრა სტრასბურგში და გუშინ უკვე ოპერაცია გაუკეთდა, იმიტომ რომ იყო ძალიან საჭირო აუცილებელი გასაკეთებელი იყო და დროს ჰქონდა მნიშვნელობა. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა თუ შემოიღებენ ისევ ვიზებს. უნდა შეაგროვოს დოკუმენტაცია, შეიტანო ეს დოკუმენტაცია, დაელოდო პასუხს. ეს არის ზუსტად ყოფნა არ ყოფნის საკითხი. მოსახლეობის 170,000-მდე ადამიანი
დღესდღეობით ბოლო 2 წელიწადში გასულია ქვეყნიდან იმისთვის, რომ არჩინოს საკუთარი შვილები და საკუთარი ოჯახები. ასევე ისეთი ქვეყანა ვართ, რომელშიც ვიზას ევროპაში 60%-ზე მეტი ვერ აიღებს ჩვენი მოსახლეობიდან. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უკიდურეს სიდუხჭირეში არის და დღესდღეობით ეს ეკონომიკური აღმასვლა და წარმატება ისახება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 20 და 25 ოჯახის წევრებისთვის. ოცნება ძალიან აქტიურად მუშაობს პროპაგანდაზე, კონტრპიარზე, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვიღაცა მათი ომში ჩათრევის მოთხოვნით უუქმებს საქართველოს უვიზო რეჟიმს, რომ მათ აიძულებენ გახსნან მეორე ფრონტი წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ, უпростоრეთ საქართველოს მიმართ შემოვა სავიზო რეჟიმი დაბრუნდება 8 წლის წინანდელ ისტორიას დაუბრუნდებით და პრაქტიკულად წინ წასვლის მაგივრად ქვეყანა უკან წავა წარსულში და დაბრუნდება ის პერიოდი, როდესაც საათობით იდგა ხალხი ვიზების რიგში. სულ არ არსებობდეს ევროპა ჩვენთვის კარგი არ არის საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის, რომ ჩვენთან იყოს დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. ხომ კარგია. სწორედ ეს უნდა ევროპასაც, რომ მათი ღირებულებითი სისტემის ნაწილი გახდეს საქართველოს, იყოს წარმატებული, განვითარებული, პროგრესული, მდიდარი ეკონომიკურად ინტეგრირებული ევროპაში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განსახილველად დღესვე არის მზად ჩავიდეს ბრიუსელში და ნებისმიერ ევროპელ მაღალჩინოსან შეხვდეს. თუმცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დიალოგზე ქართული ოცნების მზაობის მიუხედავად ევროკავშირი პარტიას საბჭოური მიდგომით, დეპეშებით პასუხობს.